ტევეიმედი არ წყვეტს არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე თავდასხმა. ამჯერად მათ დოროთე ყურაშვილის ვრცელი ვიდეოდან მცირე ნაწილი ამოიღეს, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ლოცვა როგორც ასეთი დიდი ხანია არ წაუკითხავს. აღსანიშნავია, რომ ვიდეო, სადაც დოროთე ამას ამბობს, მან საკუთარ გვერდზე თვითონვე განათავს. შესაბამისად, ალბათ ხვდებით, რომ საქმე გვაქვს პროპაგანდისტულ მანიპულაციასთან და არა ღვთისმგლობასთან დოროთეს მხრიდან. იმედი ალბათ ძალიან კარგად ხვდება, რას გულისხმობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სრულ ვიდეოში, მაგრამ ამ ამბავს ისე წარმოაჩენს, თითქოს რაიმე ნაკლი აღმოაჩინა დოროთეში. აღნიშნული ვიდეოდან ვიგებთ, რომ არქიმანდრიტი გარდა ყოველკვირეული წირვა ლოცვისა, ყოველდღე 7-8 საათს უთმობს კითხვას და ღვთის შემეცნებას. მისი თქმით, ყველაზე დიდი ლოცვა ღვთის შემეცნებაა და რადგან ლოცვა ღმერთთან ურთიერთობაა, მისი ლოცვაც შემეცნებითია. აქვე უნდა ითქვას იმათთვის, ვინც იმედის პროპაგანდამ შეცდომაში შეიყვანა, რომ ლოცვა არა მხოლოდ ღმერთისთვის რაიმეს თხოვნა, არამედ მის მიმართ მადლიერების გამოხატვას ან მის დიდება შეიძლება ემსახურებოდეს. შესაბამისად, ამგვარი ლოცვის აღვლენისთვის მისი წაკითხვა არ არის საჭირო. ამას მორწმუნე ადამიანები წინასწარ გაწერილი სიტყვების გამეორების გარეშე აკეთებენ. ასე იქცევა დოროთეც. და ბოლოს, თუ მაინც დაგჩათ კითხვები, იხილეთ სრული ვიდეო კომენტარებში.